7 მილიარდი ლარია პრემია დანამატებში გაცემული. 7 მილიარდი ლარი უზარმაზარი თანხა. ახალი ცვლილებებია დღის წესრიგში, რომლის თანახმადაც იზრდება იმ ჩინოვნიკების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია დანამატებს მიიღებენ. ეს ამ დღეებში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შეწყვიტონ ეს პრემიები და დანამატები, რაც ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ხალხი ამ დროს რა მდგომარეობაშია? ბავშვები წამლებს ითხოვენ და წამლებს არ აძლევენ, პენსიონერს კი 20 ლარით უზრდიან შემწეობას. 2015 წელს 190 მილიონი ლარი გაიცა პრემია დანამატებზე, 2016 წელს 150, 2017 140 მილიონი, 2018 135 მილიონი, 2019 წელს 160 მილიონი, 2020 წელს 210 მილიონი, 2021 წელს 260 მილიონი, 2022 წელს 340 მილიონი, 2023 წელს 416 მილიონი, ხოლო რაღაც საოცრება დაფიქსირდა უკვე 2024 წელს 9 მილიარდს გადააჭარბა ერთ წელიწადში გაცემულმა პრემიებმა და ეს 527 მილიონი ლარი იყო. ჩვენ არ გვაქვს 2025 და 2026 წლის მონაცემები ჯერჯერობით, აგრეთვე არ მაქვს მე 2015 წლამდე მონაცემები, ეს არ იძებნება. უხეში დათვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლიდან დღემდე საშუალოდ 7 მილიარდი ლარია პრემია დანამატებში გაცემული. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს დიდი სკანდალი იყო, ხელისუფლება ხალხმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მაღალი პრემიები და დანამატები გაიცემოდა მრავალ ჩინოვნიკზე და მაშინ ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქართულმა ოცნებამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები, რიგ თანამდებობის პირებს აღარ ჰქონდათ პრემიების და დანამატების აღების უფლება კანონით, მაგრამ ამ კანონს ცვლის დღეს ქართული ოცნება და აფართოებს სიას იმ ჩინოვნიკებისა, ვისაც შეეძლებათ პრემიების აღება. კვლავ იგივე ვითარებაში დაუბრუნდით, რაც იყო 2014 წლამდე.